იულიანურ კალენდარში ქართულ ამბანში აი დონი ასონიშანი გვაუწყებს რომ რიგითი სათვალავი დონი არის 4 რიცხვი ალბანური სათვალავით იგი არის რიცხვი 4 რაც იმას გვაუწყებს რომ 4 წელიწადში 4 წელიწადი უნდა ვიანგარიშოთ, ხოლო ამ 4 წელიწადში რიგითი სათვალავით და ანბანური სათვალავით იგულისხმება ნაკიანი წელიწადი. იულიანური კალენდრით ნაკიანი წელიწადი მოდის ყოველ მეოთხე წელიწადს. ჩვენ ახლაც ასე ვანგარიშობთ 4 წლეულებს ვანგარიშობთ წელიწადს და 4 წლეულებს და ყოველი მეოთხე წელიწადი ნაკიანია. აი ამ თვალსაზრისით ქართული ანბანი ძირეულად განსხვავდება ეგრეთ წოდებული იულიანური კალენდარისაგან, მაგრამ დონი ჩვენ ამის წარმოდგენას არ გვაძლევს. ერთ შემთხვევაში დონის სახელწოდება აგრეთვე გაიაზრება როგორც რიცხვი და გვაძლევს 124 წლიან პერიოდს, მაგრამ რა არის ეს 124 წელიწადი? ამას განმარტებას აძლევს წილი ნაკიან წელიწადს ანგარიშობს 124 წელიწადში 31 ნაკიანი წელიწადი მოდის. 31 ოთხეული კი სწორედ 124-ია. ხოლო 31 ნაკიანი წელიწადის შემდეგ 4 წელიწადი 124 წლის შემდეგ 4 წელიწადი უნაკოა. ესე იგი აქ უკვე ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ 4 წლიანი ციკლების ანგარიში, არამედ 128 წლიანი ციკლების ანგარიში. დონით 4 წელიწადი ნაკიანია, 1 წელიწადი 4 წლებში ნაკიანია, ხოლო 128 წელიწადში 4 წლეული უნაკოა, ნაკი არ იანგარიშება. აი, ასეც წილიც ამას გვეუბნება განმარტების სახით 124 წელიწადში 31 ნაკიანი წელიწადი უნდა ვიანგარიშოთ და 4 წელიწადი იქნება უნაკო. მაგრამ გვაქვს კიდევ ერთი მითითება ამ ნაკიანი წელიწადების შესახებ, ეს არის ასო-ნიშანი ჭარი. 32 ასო-ნიშანი. ახლა ჩვენ უნდა გავმართოთ ჭარის მნიშვნელობა, მისი გრაფიკული არსი და მისი რიცხვითი მნიშვნელობა 32 და 5. ჭარი 5000-ია, ერთეულებში თუ გადავიყვანეთ, ეს იგივე 5-ია. საქმე ის არის, რომ 128 წლიანი ციკლი ქართულ ამბანში 32 წლიან მონაკვეთებად იყოფა. სულ ჩვენა გვაქვს 4-32 წლიანი ციკლი. პირველი 32 წლიანი ციკლი, ამ პირველი 32 წლიანი ციკლის, ანუ 32 წლეულის განმავლობაში 31 წელს ამას წილი გვეუბნება ნაკი 31 წელს იქნება და 32 წელიწადი იქნება უნაკო. ესე იგი ეს რას გვაძლევს? ყოველ 4 წლეულში ნაკი იანგარიშება არა მეოთხე წელს, არამედ მესამე წელს და აი სწორედ ეს განსხვავებაა იულიანურ კალენდარსა და ქართულ კალენდარს შორის. ესე იგი იულიანურში ყოველ 4 წლეულში ნაკიანი მეოთხე წელიწადია, ქართული მზის კალენდრით კი
ყოველი 4 წლეულის მესამე წელიწადია ნაკიანი და არა მეოთხე და ასტრონომიული თვალსაზრისით ეს ქართული ანგარიში უფრო ზუსტია ვიდრე რომაული. მაგრამ ახლა 4 წლეულის გარდა ქართული ანბანი ანგარიშობს 128 წლეულს, ესე იგი, აქედან ჩანს 3 ასო ნიშანი, სამივე იმას გვეუბნება, რომ 4 წლეულის გარდა ქართული ანბანი ანგარიშობს 128 წლეულს, 128 წლეული კი იყოფა 4 მონაკვეთად 32 წლეულებად. პირველი 32 წლეული, მეორე 32 წლეული იქნება 64, მესამე 32 წლეული იქნება 96 წელიწადი და მეოთხე 32 წლეული იქნება უკვე 128. აი, ამას გვამცნობს სწორედ ჭარი გრაფიკული თვალსაზრისით. საქმე ის არის, რომ აი ეს გრაფიკული მონაკვეთები 1, 2, 3 ვაძლევს ფორმულას 3 + 1 იგივე წილის ფორმულას ვაძლევს. ძველ ბაბილონში ერთეულები ხაზებით, ესე იგი, თითოეული მონაკვეთი ხაზისა ერთს აღნიშნავდა, მაგრამ უფრო ძველად ნახევარ რკალისებური ნიშანი აგრეთვე ერთს ნიშნავდა. ესე იგი, აქ რა არის? ზემოდან უნდა დავიწყოთ 3 + 1 უდრის 4-ს. ესე იგი, ჭარი გვამცნობს იგივე წილის ფორმულას, რომ 3-4 წლეულში მესამე წელიწადი იქნება ნაკიანი, ხოლო მეოთხე უნაკო. მაგრამ 128 წელიწადში ყოველი 4 წლეული, ყოველ 4 წლეულში ერთი ნაკიანი წელიწადი უნდა ვიანგარიშოთ, 128 წელიწადში ერთხელ 4 წლეულში ნაკი არ უნდა ვიანგარიშოთ, მაგრამ როდის? ესე იგი, ამიტომ არის სწორედ ეს 128 წლიანი ციკლი დაყოფილი 32 წლეულებად. და ეს 32 წლეული იმას გვეუბნება, რომ 124 წელიწადში, რომ 31 ნაკიანი წელიწადი მოდის და 124 წლის შემდეგ 128 წელს არ უნდა გაკეთდეს ნაკი. რატომ? იმიტომ რომ თუ ყოველ 4 წლეულში კეთდება ერთი ნაკი, ერთხელ 128 წელიწადში ნაკიანი 4 წლეული არ უნდა გქონდეს, მაგრამ ეს 128 წელიწადია თუ არა, ჭარი გვამცნობს იმას, რომ გაივლის პირველი 32 წლეული, მეორე 32 წლეული და მესამე 32 წლეულის უკანასკნელი 4 წლეული ნაკს არ იანგარიშებს. ესე იგი, ნაკი არ უნდა ვიანგარიშოთ 95 წელს. ესე იგი, დამთავრდება პირველი 32 წლეული, დამთავრდება მეორე 32 წლეული და მესამე 32 წლეულის 31 წელს ნაკი არ უნდა ვიანგარიშოთ.